გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. გუშინ ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა იმ ვიდეოს, რო ვთქვი იმ რო დაწამლენ საქართველოში თქო და რო შევაგინე, გინდა იგი იყოს, გინდა იგი თქო და ერთმა მომწერა შენო რავა არ მოგწონ საქართველო და შენო რავა სულ საქართველოს აგინებო. შევედი მე და მეთქვი ვინაა ერთი ნახოთ, თუმცა თბილისის მერიაში, თუცაცხა მერიაში მუშაობს. გეიგე, არა აქვს მნიშვნელობა, მერიაში მუშაობს. გინდა თბილისის იყოს და გინდა იმის ლაგოდეხის, მერიაში მუშაობს. კანიშნა შენ ბიძია მერიაში ხარ, იქენ და აწყობილი გაქვს ცხოვრება და კარგად ცხოვრობ და ყველაფერი გაქვს და აბა კითხე ერთი ხალხს კითხე, წადი და კითხეთ ხალხს. რა დღეშია ხალხი? მე აქანა ქვეყანა ქართველი შემხვდა. გახიზნულია ნახევარი საქართველო საზღვარგარეთ. რატო? მე როდის ვაგინებ მე საქართველოს, როდის შევაგინებ მე საქართველოს და როდის ვთქვი მე საქართველოზე რაიმე გლახა, ან როდის შევაგინებ მე საქართველოს მთავრობას, ან ჯერ ერთი რა საქმე მაქვს მე საქართველოს მთავრობასთან, ხო და რო დააღებ ბიძია მაგ პირს, ხო, გასაგებია რომ შენ ასე გინდა, მაგრამ შენ მარტო შენ ტრაქს კი არ უნდა უყურო, გახედე ხალხი რაფერ ცხოვრობს შენ ირგვლივ. არ თქვა ახლა რომ მე ყველას აწყობილი აქვს საქმეო. მთელი საქართველო ცოცხლობს იმით, რომ ევროპიდან და საზღვარგარეთიდან უგზავნიან ფულს, მისი ან ცოლია, ან დედა, ან დაია, ან შვილია წასული სამუშაოდ და ბოდიში და ვიღაცას უვლიან იქანა, რომ 2 კაპიკი ფული გამოაგზავნოს კიდე მთელი საქართველო დადის კრედიტით აღებული მანქანებით. და რაფერ კრედიტით აღებული მანქანებით, იცი? რომ ბანკი კი არ აძლევს კრედიტს. საქართველოს ბანკში რო კრედიტი იყო, დედას დაგაქცევენ და ამოგაგდებენ. მაგრამ სიმართლეს ხო იცი, სიმართლე არ მოგწონთ ბევრს და ამიტომ მე ზოგიერთი მაგინებთ, მაგრამ თქვენი ზოგიერთი ერთმა მითხრა, რატო იგინებიო, აქანეო ბავშვები უყურებენო. რას გეტყვი იცი? ბიძი, დღევანდელმა ბავშვებმა ჩვენზე მეტი გინება იციან. ჩვენ არ გვაქვს განაგონი ისეთი გინება იციან. დამიჯერე მე იმისანა გინებები მაქვს განაგონი საქართველოში რო ვიყავ ჩამოსული 2 წელს უკან. ასე პროსტო ვიდექი და იქ ბაღნები თამაშობდნენ, რაცხას იქნებოდნენ ასე 7-8 წლის ბაღნები. იგენი სიტყვებს ეძახოდნენ, დედასპიცა ვარ, ყურები ასე მე მეღუნა ყურები. და შენო რატო ჯერ ერთი რა უნდა პატარა ბავშვს Facebook-ზე ჩემს იმაზე რა ქვია აკაუნტზე რო შემოდის და ნახულობს. შენ როგორც დედა, მამა რატო აძლევ იმის საშუალებას რომ შემევიდეს და უყუროს ჩემ ვიდეოებს. უყუროს მულტფილმებს, უყუროს კინოებს, რაღაც ბავშვური კინოებს და რაღაცეებს. მაგრამ შენ უტვინო ხარ და ისე უტვინოთ ზდი შენ შვილს. გეიგე? საცოდავი საქართველო თქვენაერი პროჭების ხელში. საცოდავი. ერთი რაღაცას გეტყვით, საქართველოში რო იყოს მიწასკენ უფლება ჩამოსვლისას ბარეორ ხალხს, ხო, საქართველოში 100-ჯერ მეტი უკეთესი ცხოვრება იქნებოდა. იმიტომ ქართველი კაცის მენტალიტეტი სხვანაირია. გეიგეთ? და თქვენაირებმა კაკრას მე რომ წერთ რაღაცეებს და რაღაცეებს, მაგანია ჭყავი ხართ და კატებივით იმაშობით, რა ქვია, მიაუკაეჭე, ბლядь. თქვენნაირებმა დედა მოუტყნენ მაგ საქართველოს. იმენნა თქვენნაირებმა. აგი ასეა. მე ჩემი დედა რო არ იყოს ავად და დედა ჩემი არ იყოს საქართველოში, ხო? მე შეიძლება არ ჩამოსულიყავი კაიხანი მაქით საქართველოში, იმიტომ მე აქით დაბადებული გაზრდილი და აქით მაქვს მთელი ცხოვრება გატარებული და მე
ღმერთის წყალობით დიდება უფალს, რაცა არ მშია, აქანე ღმერთის წყალობით და არ მწყურია. ხო და რაცა მე ჩემ ცხოვრებას უკვე დავამთავრებდი აქანე და მე ღმერთია მოწყალე. ხო და თქვენ შვილებს, თქვენ რა იგონიათ, ვისაც ფული გაქვენ საქართველოში და თქვენი შვილებს ზდით ფულებით, თქვენ გონიათ კაებს ზდით? ეჭვიგეპარებათ, იმპოტენტებს ზდით, იმპოტენტებს. იმიტომ ხო იცი რა ნათქვამი, ჩვენო რო გავიზარდეთო ღარიბობაში და უფულობაში და ყველაფერი და არაფერი არ გქონდა, ჩვენ შვილებს მივეცით ყველაფერი. ხო და აი ის ჩვენი შვილები, ვისაც მივეცით ყველაფერი, მის შვილებს არ ასწავლიან არაფერს. ხო იცი ებრაელმა რა თქვა? შვილსო ფული არ უნდა მიცეო. შვილმა ფული უნდა იშრომოს და უნდა მიხვდეს ფულის ყადრი. და ბოდიში და 16 წლის ბაღანას და 17 წლის ბაღანას რო უყიდი BMW-ს და Mercedes, ხო, იმას რაც უნდა მუშაობა. უკვე ბავშვობიდან ფიქრობს იმაზე, რომ რაც მინდა მე მუშაობა, მამაჩემს ფული აქვს ქვეყანა და მე ამისთან იმპოტენტებს ზდით, აი ზუსტად თქვენაირები. ასწავლეთ ბავშვებს ფულის ყადრი, რომ ფული უნდა იმუშავო და იშოვო. ყვერო